მშვიდობისა საქართველოს დღეს 18 თებერვალია უყურებთ კურიერს 9 საათზე. ქართული ოცნების ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებთან განმარტა, მიმდინარე კვირაში დაინიცირდება ფარას ამერიკული კანონი და მედიის კანონი, რომელიც ბრიტანული მოდელის პრინციპების გათვალისწინებით იქნება მიღებული. ასევე იგეგმება კონკრეტული კანონპროექტების პირველადი ვერსიების დარეგისტრირებაც. მიმდინარე კვირაში ასევე დაინიცირდება ფარას ამერიკული კანონი, რომელთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და წინა პერიოდში საზოგადოებას ვაცნობთ, მედიის კანონი, რომელიც ძირითადად ფეიქ ნიუსებს შეეხება და იქნება ბრიტანული მოდელის პრინციპების გათვალისწინებით მიღებული, ასევე დარეგისტრირდება იმ კანონპროექტების პირველადი ვერსიები, რომლებიც შეეხება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვას, NGO-ების ამოღებას ყველა კანონიდან, სადაც მათ სავალდებულო მონაწილეობაზეა საუბარი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, სიპების ხელმძღვანელების დანიშვნის გამარტივებას, ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრებას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას. ამ პროექტების საბოლოო მიღებამდე რჩება მინიმუმ თვენახევარი და შესაბამისად ამ ვადისა მოხდება საქართველოს პარლამენტში კანონპროექტების დეტალური დამუშავება. ფარას ამერიკული კანონის მიღების საკითხს ეხმიანებიან პოლიტიკოსები. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ კანონებს არ აღიარებენ. მმართველ გუნდში კი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ კანონის მიღება სპეკულაციებისგან თავის არიდებაში დაეხმარებათ. მთლიანად ამოვარდნილია ეს ინიციატივა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც არალეგიტიმურია პარლამენტი და ამაზე მთელი საერთაშორისო ორგანიზაციები საუბრობენ, ევროპარლამენტი საუბრობს თვითგამოცხადებული მთავრობის პირობებში. რაიმე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე ლაპარაკი არის ტყუილი და პროცესის იმიტაცია, ეს არაფერ შედეგს არ მოუტანს საქართველოს მოქალაქეს, ეს მხოლოდ ემსახურება ქართული ოცნების მიზნებსა და ამოცანას, რომ პროპაგანდით კიდევ ერთხელ მოატყუოს საქართველოს მოქალაქე. კანონმა უცხოური გავლენების შესახებ, რომელიც იყო ფაქტიურად გამოშიგნული ყველა ძირითადი პრინციპებისგან და იმ უმნიშვნელოვანესი მექანიზმებისგან, რომლითაც ასეთი ჩარევები უნდა იყოს იდენტიფიცირებული, დაგვანახა საჭიროება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონი არის საკმაოდ მძლავრი ინსტრუმენტი უცხოური გავლენების წინააღმდეგ ბრძოლისა. ყველანაირი სპეკულაციებისგან თავის არიდების მიზნით კანონი დაინიცირდება ერთ-ერთში იდენტური, როგორც ის მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლი აღდგება. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის ხლომის დასრულების შემდეგ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განმარტებით აღნიშნული მუხლი თავის დროზე სისხლის სამართლის კოდექსიდან ნაციონალურმა მოძრაობამ ამოიღო. ჩვენი გადაწყვეტილებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება და უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან და რაც არ უნდა ვინმეს გაუკვირდეს თუ არ გაუკვირდეს ან სიმბოლური იყოს, ეს მოხდა აგვისტოს ომამდე, ეს გააკეთეს აგვისტოს ომამდე 2007 წლის აპრილის თვეში. გრანტების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე საკანონმდებლო ორგანოში მსჯელობა გრძელდება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს ცვლილება გარკვეულწილად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებსაც ეხმიანება. ოპოზიციაში კი თვლიან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების მიერ არ უნდა ფინანსდებოდეს, რადგან ეს დაფინანსება ზღუდავს მათ დამოუკიდებლობას. შეგახსენებთ, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ინიციატივა ითვალისწინებს სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნას, რომლის მიზანიც ქვეყანაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა იქნება.
ეს ყველაფერი არის მცდელობა იქითკენ, რომ უთხრან ამ ადამიანებს, რომ აი თუ ჩვენს მხარეს იქნებით, ანუ გაატარებთ ქართული ოცნების პოლიტიკას, ან იქნებით ქართული ოცნების გატარებული პოლიტიკის მეხუთბეები, ამ შემთხვევაში თქვენ დასაჩუქრდებით თანხით. ეს არის არასწორი. არასწორია იმ თვალსაზრისით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ თავისუფალ გარემოში, უნდა იყვნენ აუცილებლად. ეს არის სწორედ დემოკრატიის მონაპოვარი, რომ უნდა იყვნენ კრიტიკულები. ეს გარკვეულწილად მეხმიანება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებს, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირდაპირ დაიქვემდებაროს USAID და შესაბამისად სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღოს გადაწყვეტილებები გრანტებთან და საერთაშორისო დახმარებებთან დაკავშირებით. ანალოგიური პროცესი არის ჩვენთანაც და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში საქართველოს გადასახადის გადახდელების ფულით უნდა დაფინანსდეს ის პროექტები, რაც იქნება საქართველოსთვის ყველაზე საინტერესო, კარგი და მის განვითარებას ხელს შეუწყობს. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელზე. პაվել ჰერჩინსკიმ ხელისუფლებას მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. დღეს არის მცდელობა გააჩუმონ საპირისპირო აზრის გამომხატველი ხმა და ამავდროულად დაუსჯელი დარჩეს ის, ვინც ჟურნალისტებზე ძალადობს. ეს მიუღებელია. იმ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვის, ეს არ უნდა ხდებოდეს. დღეს მინდა ერთ-ერთ მათგანზე მზია ამაღლობელზე ვთქვა რამდენიმე სიტყვა. უკვე 37 დღეა, რაც მზია შიმშილობს. ჩვენ ძალიან ვღელავთ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და გარწმუნებთ, რომ ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ ის დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული. პაվել ჰერჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანებიან მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ელჩს უნდა მოეწოდებინა მზია ამაღლობელისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ და ასევე ახსენებენ იმასაც, რომ დიპლომატი ვალდებულია საკუთარი აზრი კონკრეტული ეტიკეტის ფარგლებში გამოთქვას. ერთი სიტყვა მაინც ეთქვა ჯერ რომ ჯანმრთელობას უსურვებს ადამიანს, მეორე რომ შეეწყვიტა ასეთი შიმშილობის პროცესი და მხოლოდ შემდეგ ისიც ძალიან ეტიკეტის ფარგლებში შეიძლება რაღაც თავისი კონკრეტული პირადი აზრი გამოეთქვა და როდესაც ვის განცხადებას აკეთებს, ის საუბრობს ევროკავშირის სახელით და ევროკავშირის სახელით საუბარი ასეთი განცხადებების გაკეთება ჩვენ ქვეყნის მოსახლეობაში აჩენს განცდას, რომ უსამართლობა ხდება ევროკავშირში და მისი წარმომადგენელი ასე უსამართლოდ, ასე ხელების ფათურით ცდილობს, რომ ზეწოლა მოახდინოს მართლმსაჯულების სისტემას. სამსუნში ქართული კულტურის საზოგადოება დაარსდა. მიზანი თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კულტურული თვითმყოფადობის, საქართველოსთან კულტურული კავშირების შენარჩუნებისა და გაღრმავების მიმართულებით საქმიანობის განხორციელება. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიიღეს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სამსუნის გუბერნატორთან, მერთან და იქ მცხოვრებ დიასპორასთან. ქართული კულტურის კიდევ ერთი კერა გაიხსნა დღეს ქალაქ სამსუნში, შავი ზღვისპირა მეტად მნიშვნელოვან რეგიონში, რომელიც საკმაოდ მრავლად არის წარმოდგენილი ჩვენი ისტორიული თანამემამულეებით. თურქეთის პრაქტიკულად ყველა რეგიონიდან ჩამოგზავნდნენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ ღონისძიებაში. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებს შევხვედროდით. შევხვდით არაერთ მერს, მათ შორის გუბერნატორს მხარის სამსუნის, ასე ვთქვათ და ძალიან თბილი შეხვედრები იყო. ეს ურთიერთობები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენ დიასპორასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო მეტად უნდა მოხდეს გაძლიერება ამ ეკონომიკური საბჭოთა ურთიერთობების და ჩვენ სახელმწიფოებს შორის როგორც შეშვენის. პარიზის ელისეის სასახლეში უკრაინის შესახებ ევროპელი ლიდერების არაფორმალური საგანგებო სამიტის 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ესპანეთის, ნიდერლანდებისა და დანიის წარმომადგენლები მიიწვია. შეხვედრას ესწრებოდა ნატოს გენერალური მდივანიც. საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრამპსა და ზელენსკის ესაუბრა. მაკრონი წერს, რომ ომის დასრულებას უნდა ახლდეს ძლიერი და სანდო გარანტიები, წინააღმდეგ შემთხვევაში
საქართველოში არსებობს რისკი, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა მინსკის შეთანხმების მსგავსად დასრულდეს. მუდმივ კონტაქტზე შევთანხმდით, უნდა უზრუნველყოთ საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების შედეგი, წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. დღეს პარიზში დავადასტურეთ, რომ უკრაინა იმსახურებს სიძლიერეზე დამყარებულ მშვიდობას. ევროპა სრულიად იღებს საკუთარ წილს უკრაინის სამხედრო დახმარებაში, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ. ევროპა მზადაა წინსვლისთვის და სურს უხელმძღვანელოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას. ასე ეხმაურება ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ლიდერების შეხვედრას. საფრთხის ქვეშ დგას არა მხოლოდ უკრაინის მომავალი, ეს ეგზისტენციალური საკითხია მთელი ევროპისთვის, განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა. სამწუხაროდ ახლა რუსეთი მთელ ევროპას ემუქრება. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის არის, რომ უკრაინელებმა ის მიიღონ, რაც სჭირდებათ, რათა ეს ომი არ წააგონ, განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროპა გადალახავს მომავლის გამოწვევებს ძლიერი და სუვერენული გზით, აცხადებს ოლაფ შოლცი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპელი ლიდერები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ ხელიდან გაუშვეს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ინიციატივის შესაძლებლობა. ვიქტორ ორბანმა ამის შესახებ ბუდაპეშტში სერბეთის პრეზიდენტთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი საუდის არაბეთში მოლაპარაკებების დროს უფრო ფართო კონტექსტში იქნება განხილული, როგორც თავად აცხადებს, მისთვის მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ევროპელებს რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციის მიღება პრესიდან მოუწევთ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და პუტინის მრჩეველი უკვე საუდის არაბეთში არიან. ისინი ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს, მათ შორის სახელმწიფო მდივან მარკ რუბიოს შეხვდებიან ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრა იქნება პირველი ნაბიჯი იმის დასადგენად, თუ რამდენად სერიოზულად არის მოსკოვი განწყობილი ომის დასრულების მოლაპარაკებების მიმართ. მათივე განმარტებით ეს არის მოსამზადებელი შეხვედრა სამომავლო მოლაპარაკებებისთვის უკრაინის კონტექსტში. პარალელურად საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა ერიადში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს უმასპინძლა. რეჯიპ ტაიპ ერდოღანის მიწვევით ანკარაში ჩავიდა ვოლოდიმირ ზელენსკი. თურქი და უკრაინელი კოლეგები ერთმანეთს დღეს შეხვდებიან. ისინი განიხილავენ თანამშრომლობისა და ორმხრივი კავშირების გაუმჯობესების გზებს, უკრაინის უახლოეს მოვლენებს, ასევე რეგიონულ და გლობალურ საკითხებს. თურქეთი ეძებს გზებს რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში უფრო აქტიურად ჩასართავად. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთს სურს უმასპინძლოს მოლაპარაკებებს, ასევე იმუშაოს ისეთ შეთანხმებებზე, როგორიცაა მხარეებს შორის ტყვეების გაცვლა. ისევ საჰაერო განგაშია უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში გაფრთხილება შაჰედის ტიპის დრონების საფრთხის გამო ჩაერთო. დედაქალაქში ხანძარი გაჩნდა სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე ჩამოგდებული დრონის გამო. კერძო სახლი დაიწვა ზაპოროჟიას ოლქში და ბომბის შედეგად დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები არიან დაშავებულები. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე სულ 122 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. თავდაცვის ძალებმა პოკროვსკის მიმართულებით რუსი ჯარების 44 იერიში მოიგერიეს. რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ევროკავშირი უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ღირებულების ახალ პაკეტს განიხილავს დღეს ბრიუსელში. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. დღეს სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე განახლებული ინფორმაციით დაგიბრუნდებით 10-ზე.